იცით თუ არა, რატომ ცხოვრობენ იაპონელები ასე დიდხანს და ჯანმრთელად? მათი კვების კულტურა გასაოცარია, მაგრამ არის კიდევ ერთი საიდუმლო. საკვები დანამატები. იაპონიაში საშუალო სკოლის პროგრამაში არის საგანი ჯანსაღი კვების კულტურაზე, რომელსაც შოკუკუ ეწოდება. როდესაც იაპონელი ავსებს ანკეტას სამსახურში მისაღებად, იქ არის ერთ-ერთი პუნქტი, რა საკვებ დანამატებს იღებთ. დამქირავებელი უპირატესობას ანიჭებს იმათ, ვინც ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე. საქართველოში კი ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ აფთიაქებს და მედიკამენტებს და პანიკური შიში აქვთ საკვები დანამატების მიმართ. ეს იმიტომ ხდება, რომ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და ცოდნა, რატომ, როგორ და რომელი კომპანიის პროდუქცია მიიღო. მე როგორც ნუტრიციოლოგი გეტყვი, რომ 21 საუკუნეში აუცილებლობა მოიტანა საკვები დანამატების მიღება, რადგან საკვებ პროდუქტებში არ არის ის საჭირო ინგრედიენტები, ცილები, ვიტამინები, მინერალები, რაც ჩვენს ორგანიზმს აუცილებლად ესაჭიროება. ამიტომაც ეწოდება ამ პროდუქციას საკვები დანამატები. ასევე გეტყვი, რომ თითქმის ყველა ადამიანს აქვს ვიტამინების, ცილების და მინერალების დეფიციტი, რაც იწვევს დაავადებების 80%-ს. ამიტომ, თუ გინდა იყო ჯანმრთელი, ნუ შეგეშინდება საკვები დანამატების მიღება. უბრალოდ, ეს უნდა გააკეთო სპეციალისტის დახმარებით და კარგი ხარისხის პროდუქციის გამოყენებით. მე ვარია გორგილაძე, ექიმი ნუტრიციოლოგი, დაგეხმარებით შეარჩიო შენთვის საჭირო საკვები დანამატები და შეინარჩუნო ჯანმრთელობა. ონლაინ კონსულტაციაზე ჩასაწერად დამიკავშირდი პირად შეტყობინებაში.